გამარჯობათ ხალხო, მსოფლიოზე გავედით და ის მსოფლიოს ჩემპიონატი 2026 წელს იქნება, მანამდე ერთა ლიგით დატკბით. საქართველო უჯიბრება ინგლისს, უძლიერეს გუნდს, წინაზე ბოლო წუთებზე ამოუქაჩეს და მოვიგეთ 4-3 თუ სწორად მახსოვს და დღესაც ვეცდებით რომ მოვიგოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ. და ინგლისელები გვიტევენ, მაგრამ ქუჩურაშვილმა მალევე აართვა. მამარდაშვილი, კვარაცხელი არა კარგად დაინახ თამაშგარე? ეს თამაშგარე იყო კი? არც უნდა მიიღო. თუ მიხვდა რომ თამაშგარეში იყო. მოდიან. საიდე მოვიდიოდა, მაგრამ ვეღარ მოვიდა და კვარაცხელია. ხვიჩარა. ვერ წამოვიდა და ჯარიმო. დაუჯარიმდით სამწუხაროდ. გადის ჩვენი ძვირფასი წუთები, წამები. გაგრძელდა თამაში. მოდიან კოულ პალმერი და ჰარი კეინზე მიდიოდა, მაგრამ ჩავჭერთ. მიქაუტაძე, კიტეიშვილი და არა კვესკირი, მიქაუტაძე, შეირბინა საჯარიმოში დარტყმა არის! გოლი გავიტანეთ მიქაუტაძეს. ძალიან კარგი გოლი იყო. ნახეთ უბრალოდ. შეირბინა ჯერ საჯარიმოში და ვერ ჩახვეული. საქართველო ურთულეს გუნდს ინგლისს დაუწინაურდა. არ აქვთ ძირითადი შემადგენლობა, მაგრამ მაინც ძლიერები არიან. შემდეგი თამაში როგორც ვიცი, ალბანეთთან გვაქვს, ისლანდიასთან. ვაიმე რა კარგი შანსი გვქონდა. და ყვითელი მიიღო მიქაუტაძე. ეს რა შანსი იყო უბრალოდ. დავარყით შტანგას მოხვდა გამოვარდა. გოლი მეკონა თავიდან. და მოდიან. შეტევაზე კოულ პალმერი ჯაკვეტაძემ ჩაჭრა. და კიდევ ინგლისელები არიან შეტევაში. ჰარი კეინი კაშიამდე აღარ გავიდა, კარგია. იცი ჯუდ ბელინგემს არც ერთხელ არ გვეხსენებია მთელი თამაშის მანძილზე. და მამარდაშვილი განაახლებს თამაშს. კაშია, კვესკირი, კვარაცხელია. ჰარი კეინი მოდის. ბაიერნის მაგარი ფეხბურთელი. ჯუდ ბელინგემი. გადაურჩით კვესკირი. ჯაკვეტაძე. ხვიჩა კვარაცხელია, კარგად მიდის შეტევაში. კვარა. და 6 წუთი დაამატეს და კვარაცხელია, მიქაუტაძე დარტყმა. ვერ გამოვიყენეთ ეს შანსი. სამწუხაროდ. და კიდე კვარა. და მოდიან დავითაშვილი. არა. ესე არ გამოდგება. მოდიან შეტევაზე დავითაშვილი. კვარაცხელია და არა. დავითაშვილმა გაათამაშა, მაგრამ კვარამდე აღარ მივიდა. დამთავრდა პირველი ტაიმიც. და მეორე ტაიმი დაიწყო. კვარაცხელია, ჯაკვეტაძე, მიქაუტაძე, კარგი შეტევა,
კიტეიშვილი გაისწორა ჩაგდება და არის მაკრატელა კი არა ნახევარ მაკრატელა ამას უყურეთ რა ლამაზი გოლი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელია ნახევრად მაკრატელაც იყო ეს რა გოლი გაიტანა და მოდი აშტევაზე ჰარი კეინი ვაიმე ჟეტევაში მოდიან ლოჩოშვილი აი გაბრაზდნენ ინგლისელებმა ცუდი გაბრაზება იციან ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჯარიმა არის ინგლისის მოდიან ინგლისელები კოულ პალმერი მანჯალუიჯი დონარუმას 2 გოლი გაუტანა და კვეკოს კირმა ყვითელი ბარათი მიიღო სამწუხაროა ბელინგემის დარტყმა გადაურჩით და მამარდაშვილი დროს წელავს არა ესეთი შეცდომებისგან თავი უნდა ავირიდოთ გადაურჩით ესეთი შეცდომები აღარ უნდა დაუშვათ თუ არა მერე სასისქი თუ გადაგვარჩენს მარტო რაკვეტაძე კიდე კოულ პალმერი რომელიც იძახდა რომ გავყიდავ საქართველოს ჩემი აღნიშნით მაგრამ საქართველოს ისე ცხელი ვართ რომ ჩვენი გაყინვა არ იქნება კოულ პალმერი ისევე ჩაკვეტაძე ქოჩორაშვილი კვარაცხელია კიტეიშვილი კი არა დავითაშვილი მიკაუტაძე სად გადარჩნენ უბრალოდ ძალიან სახიფათო ვართ ჩვენ ძალიან სახიფათო ტრაქტორზეც ლოჩოშვილი კი ძალიან სახიფათოა მაგრამ მიკაუტაძემ დღეს იმნაირი გოლი შეაგდო რომ მატჩი საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს უნდა გადასცენ სავარაუდოდ არ ყვარა მათ ლამაზი გოლი გაიტანა ინგლისელებმა გოლი ვერ გაგვიტანეს რადგან კარში დგას ჩვენი არწივი მამარდაშვილი და მოდიან შეტევას და კიდე დავჯარიმდით ინგლისი უხეში ქვეყანა არა საქართველო უფრო მეტჯერ დაჯარიმდა ვიდრე ინგლისი ის მეგონი დღეს ინგლისი არც დაჯარიმებულა ჩვენზე რა ვიცი აბა არა მგონია რომ დაჯარიმებული აბა მოდიან მიკაუტაძე იმედია წასვლის წინ აჭარულ ხაჭაპურს დააგემოვნებენ ისე არ წავლენ რომ დაგვიმახსოვრონ კოულ პალმერს აქ რა და ის რა კაი დაარტყა ხვიჩა კვარაცხელია მარაც და კარს და შეცვლების ტელი გადის და ჩალკერი შემოდის კეინი გამოვართვით ბურთი კვარაცხელია მიკაუტაძე არა ლოჩოშვილი არა უნდა გამოუშვათ დვალი კარგი მოშორება იყო და კიდე ჯარიმა ახარ გვინა ამდენი ჯარიმები საკმარისად დავჯარიმდით უკვე არაფერში არ გვჭირდება ამდენი ჯარიმა არ გვჭირდება აბა დაარტყა კარში წავიდა მაგრამ მამარდაშვილი ადგილზეა რა შეცდომას გადაურჩით და დამთავრდა თამაში და მოიგო საქართველომ პირველ ადგილზე 3 ქულით და ახლა ძალიან მინდა რომ ვარში გადავამოწმო ის 2 გოლი რადგან ძალიან მომეწონა მოდი აბა გადავამოწმოთ
აი ეს მიქაუტაძის გოლი. ეს უბრალოდ უნდა ნახოთ. ესე შემოვიდა, მოდის, უტევს და მერე ჩახვეული. ასეთ გოლს უბრალოდ ბევრი შრომა ახლა კვარაცხელია ვნახოთ. ეს უბრალოდ ნახეთ. ეს კიტეიშვილმა ჩაგდურ კვარაცხელია მაკრატელის ტოლფასი გაიტანა, უყურეთ. ეს რა არის უბრალოდ? ამას უყურით, ის რა მაგარი გოლი იყო. ძალიან ლამაზი გოლები გავიტანა.